მის მეტროს, თბილისის მეტროპოლიტენს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა მიულოცო მეტროპოლიტენის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავხადო თითოეულ მათგანს. რა თქმა უნდა, მათ შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, თბილისის მეტრო არის ჩვენი დედაქალაქისთვის, მის მაცხოვრებლებისთვის, თითოეული სტუმარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი და რა თქმა უნდა, ზრუნვა მეტროს განვითარებაზე უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად გაგრძელდება. პრემიერო, ხშირად საუბრობთ ხოლმე უცხოურ ფულზე ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ დოკუმენტებს, სადაც საუბარია პირდაპირ რომ არსებობს ყალბი ესტონური NGO-ები ერთ კონკრეტულ მისამართზე ესტონეთში. ახლა შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენს ელოდებით დამატებით განმარტავებს თუ რასთან გვაქვს საქმე და რა გზა არის ეს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. მაშინ რა თქმა უნდა ეს განმარტებები პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ რომ მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ რომ არ სურდათ დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილების სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები. რაც თავისთავად უთხარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი. ახსნა განმარტებაში ბატონო ირაკლი. მოტივაცია განმარტებით, რა შეიძლება განხილების მიღება. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, რაზეც ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდა განცხადება, ეს განცხადება გაახმოვანა განათლების მინისტრმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას და რაც თავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ყველას გახსოვთ, რომ თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა ჩვენ განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული და ეს ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, მათ სპეკულაციურ ბუნებას. რაც შეეხება კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, უბრალოდ არც ერთი თქვენ შეგიძლიათ დააგვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები, არც ერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით თუ რა მინუსი შეიძლება ქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი დადებითი მხარე არის უამრავი. ბატონო პრემიერო, ხასებთან დაკავშირებით თქვენს ინიციატივაზე ყოველდღიურად მიმდინარეობს რეალურად შეხვედრები. უკვე მომავალი კვირის ხუთშაბათიდან უკვე დაიწყება საპარლამენტო კომისიის მუშაობა. რეალურად მოსახლეობა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ მუშაობა აქტიურ რეჟიმში გავაგრძელდეს ისე როგორც მთლიანობაში იცით რომ მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რა თქმა უნდა აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს რომ მანამდე დადგება შედეგი. რა თქმა უნდა არის რთული საკითხი. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა საწოვის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპასთან შედარებით ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია რომ არის გარკვეული სივრცე ფასების შემცირებისთვის. დანარჩენი გაგრძელდება ბუნებრივია პროცესი და კიდევ უფრო საინტერესოა რა თქმა უნდა სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. ამაზე გაგრძელდება მუშაობა, მათ შორის პარლამენტი ჩაერთვება თავისი კომისიით სამუშაო პროცესში, მთავრობა განაგრძობს მუშაობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას. საკანონმდებლო ცვლილებებზე კიდევ ვკითხავთ ბატონო ირაკლი. ეს არ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს. არა, რაიმე ტიპის დაფინანსებას არ ეხება. არა. გადარისხვით რაიმე მაგალითად სიტყვაზე მაგალითად თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება, ამიტომ რაიმე ტიპის არის ტყუილი უკვე, თავშევე არის ტყუილი. სტუდენტი ასევე მოტივირებულია, რომ სოციალურ ქსელში პოდკასტი გააკეთოს ან ინფლუენსერი იყოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე მას ურიცხავდეს ფულს. არა, თუ პოლიტიკურ საქმიანობად თუ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენად ხომ ჩაითვლება მისი საქმიანობა? თუ კონკრეტული ადამიანი
იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს რა თქმა უნდა შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ძალიან ფართოა, ინფლუენსერი ბატონო ირაკლი. ფართო რა არის და ვიწრო რა არის? ფართო რა არის და ვიწრო რა არის? ამას დაადგენს შესაბამისი უწყება, ამას დაადგენს სასამართლო საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ რას ადგენს კანონი, ნახეთ? ადამიანი, რომელიც კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. პოლიტიკა ხომ არ არის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენაც, ასევე არის ჩაწერილი კანონში და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია ყველას, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურობთ, ან ვიდეოებს წერთ და თუ კი კონკრეტული ტექნიკისთვის მჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩემი უცხოელი მეგობრის დახმარება. მე ჩამეთვლება, რომ ვიღებ გრანტს, ხო? პოლიტიკა რა არის, ესაც ძალიან კაფედ არის გამარტებული კანონით. ძალიან მარტივად გეუბნებით. თუ არის პოლიტიკური შინაარსი გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია ამ ფაქტზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ძალიან მარტივად არის. ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს. ეს არის ძალიან მარტივი მიზეზი. პოლიტიკა არა, სახელმწიფო უნდა განსაზღვრავდეს. მე რატომ უნდა განვისაზღვროს? როგორ გეკადრებათ? სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, აქ არის სახელმწიფოს ვალდებულება, კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. ხელისუფლების კანონი განსაზღვრავს ყველაფერს ძალიან ზუსტად და ზედმიწევნით. თქვენ ახსენეთ მაგალითად სიტყვაზე პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და ეს თუ ფინანსდება, ამის რეკლამირება მათ შორის თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. სახელმწიფო რატომ განსაზღვრავს მე რა ტიპის პოდკასტებს ჩავწერ და ვისი? არა, პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის. იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მარტივად არის. უცხოური დაფინანსება რატომ შეიძლება მტკნ გავლენად იყოს მიჩნეული? ნახეთ, უკვე დიდი ხანია. არა, ლოგიკიდან ხართ ამოვარდნილი, გეტყვით მარტივად. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება. მტრული რა შუაშია. იგივე აქაც არ არის ხო და ეს რატოა გაუგებარი? პარტიის არა პოლიტიკურ საქმიანობას არა საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა შესაბამისად. აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება დაიცვა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი. არ იყოს სათანადოდ დაცული და ასეთი ხვრელების ამოსებას ემსახურება სუვერენიტეტის პრინციპი. თქვენ როცა იღებდით ვიდეო პოლიტიკაში მოხვიდოდით, როცა იღებდით დაფინანსებას. მე არასდროს არ მიმიღია დაფინანსება ქვეყნის გარედან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით. არასდროს არ მიმიღია ასეთი დაფინანსება. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ამ მიზნით არ მიგიღიათ, მაგრამ კომის მექანიზმის ამოქმედება. მოგეთ ეს კანონი მაშინ რო ყოფილიყო, მე ასეთი ჰიპოთეტური კანონი არასდროს დამირღვევია. მარტივად გეუბნებით. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე მინდა მოტივი რა შეიძლება იყოს ამისი? მოტივი მარტივია, თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ქართული ხალხის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ამის გაგრძელებაა. ხო, აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არა სათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წამდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელება ამიტომ საერთოდ არ არის საინტერესო ეს ყველაფერი ჩვენთვის. ზუსტად ერთი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააგზავნა წერილი ევროკავშირის ელჩისთვის, სადაც საუბარი იყო, რომ ერთადერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მათ დაეგმოთ ძალადობა მათვე დაფინანსებული პირების მხრიდან. თუმცა მიიღო სტუმილი, ამის შემდეგ იყო 4 ოქტომბერი და პირდაპირი წახალისება ძალადობის როგორც ამას პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს. ახლა რა საკუთრებით ველოდებით თუ არა გამოხმაურებას და რატომ აქამდე არც ერთი განცხადება არ იქნება საზოგადოებაში? არ ამგონია, მე აქ ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი, იმდენი ხანი გაგრძელდა ძალადობის ხარდაჭერა, ძალადობის სახალისება ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაც არ ველოდებით, რა თქმა უნდა, ჩანსახ პოზიციას, თუმცა იმედია,
იქნება გარკვეული გარდამტეხი ცვლილებები ევროპულ ბიუროკრატიაში, დღეს ძალიან მძიმეა მდგომარეობა ევროპულ ბიუროკრატიაში. თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში მიდგომაც შეიძლება ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ამ კანონზე თუ არა რაბოლო. ამ კანონში ასევე ეს ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს, რომელთაც შესაძლოა შემდგომ მოუნდათ პოლიტიკაში საქმიანობა. და ეს ეხება ყველას. აქ რატომ გადაწყვეტათ, რომ მაგალითად სხვა გარემოზე მომუშავე ორგანიზაციაში თუ კი პირი გახდა პროფესიონალი, მას სურს რომ პოლიტიკაში გამოიყენოს მისი რესურსი, რატომ უზღუდავთ მათ რომ 8 წლის განმავლობაში არ ქონდათ? მართლაც არის უცხოური გავლენის მომენტებული რისკები და ამას ითვალისწინებს ბუნებრივი ეს კანონპროექტი, რომელიც არის დაინიცირებული. ხო, ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ისგან გარე ჩარევის რისკებისგან და ამას ემსახურება ეს კანონპროექტი. აი ეს კანონი რომ მოქმედებდეს, თქვენ შემთხვევაში თქვენ შეძლებდით მალევე სამთავრობო სექტორიდან. მე არასამთავრობო სექტორში არასდროს ვერ მუშაობ. ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა ორგანიზაციაში. ეს იყო UNDP არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია. მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არასდროს ვერ მუშაობ. და ეს არა, თუ შეიძლება ერთი კითხვა ასევე მაქვს. რამ განაპირობა მაინც მაქვს კითხვა, იმიტომ რომ კანონები არსებობდა ამ დრომდე, მის გაუქმებას ითხოვენ თქვენგან და თქვენ კიდევ უფრო მეტად ამწვავებთ და თან ასევე საინტერესოა რომ თქვენ ვერ მოახერხებთ ყველაფრის გაკონტროლებას, ყველა ადამიანის საქმიანობის გაკონტროლებას, ის პოლიტიკის შემცველია, საზოგადოებაზე გავლენას ახდენს, საიდან იღებს ფინანსებს, რთულია ამის კონტროლი. რა არის თქვენი მიზანი საბოლოოდ? ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძელოთ მომავალშიც. ბუნებრივია, ამას ემსახურება ის ინიციატივებიც, რომლებიც წარმოადგენთ მაგრამ ახლა საფრთხე რა დაინახეთ, იმიტომ რომ სულ საფრთხების მეტი რა არის. ისინი აღარ არსებობენ, არც არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არც ოპოზიცია. თუმცა გრძელებთ, თქვენ გახსოვთ, თქვენ ნახეთ მაგალითად ერთ-ერთი ევროკომისიის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ხო, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ, არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, რა თქმა უნდა, აქ უნდა მიიღოს ზომები. მარტივად არის ყველაფერი. არასამთავრობო სექტორში ამბობენ და იხსენებენ, რომ ეს ყველაფერი გავს მოვლენებს, რაც განვითარდა რუსეთში. რადგან მესამე სექტორს მაშინ არ მიეცა საშუალება ოპონირების საშუალება ფინანსური მიმართულებით და ბოლოს მოუწიათ ადამიანებს, მათ შორის მედიის თუ მესამე სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანა დაეტოვებინათ. თქვენ ახლა მათ აცხადებთ ქვეყნის მტრებად, ბუნებრივია გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში უარი იქნება, ეს წინასწარ ცნობილია. რა არის თქვენი მიზანი? ელოდებით ან არის ეს საფრთხე, რომ ადამიანებმა დატოვონ ქვეყანა საბოლოოდ, რადგან აქ არ აძლევთ მათ მუშაობის საშუალებას? რას ქვია არ ვაძლევთ მუშაობის საშუალებას? ერთადერთი რაც იზღუდება არის რა? რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდეს ჩვენს ქვეყანაში. მარტო პოლიტიკური აქტივობაა მათი დასაქმების სფერო. თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების ხარდაჭერით და არა უცხოური ძალების ხარდაჭერით, ხო? იმის გამო რომ არ აქვს ქართული ხალხის ხარდაჭერა, ამიტომ დადიან უცხოეთიდან ფულის მისაღებად. არავის არაფერს არ უზღუდავთ. ერთადერთი პოდკასტი პოლიტიკური აქტივობაა რა არის? აი სტუდენტი რომ გამოვიდეს და განათლების რეფორმა გააკრიტიკოს, შემდგომ დაიწყოს ვიდეოების ჩაწერა, საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს, მოუნდა კამერა, მიკროფონი, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს? არა, როგორ შეიძლება? უცხოური დაფინანსება ნიშნავს იმას, რომ გარედან, ქვეყნის გარედან ფინანსდება საქართველოში პოლიტიკური აქტივობა. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს აწარმოოს პოლიტიკური აქტივობა, კეთილი უნდა ინებოს და ამისათვის რესურსები უნდა მოიძიოს ქვეყნის შიგნით, როგორც ეს ხდება ყველა ჯანმრთელ სახელმწიფოში. და ჩვენ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელი სახელმწიფო და ამას ემსახურება ეს კანონები, რომლებიც მიიღება. თუ შეიძლება სტუდენტის ეს მაგალითი პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკურ აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს? თუ არის პოლიტიკური პოდკასტი, უცხოური დაფინანსებით, პოლიტიკური ვიდეო უცხოური დაფინანსებით, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. ამას არეგულირებს მარტივად ის კანონი, რომელსაც ვიღებთ. გამოხატვის თავისუფლებასთან რამდენად არის შესაბამისი? ნახეთ პარტიაც, არა, ყველას არა. უცხოეთიდან პოლიტიკა თუ დაფინანსდება, რა თქმა უნდა, ეს არის ნებისმიერ
ჯანსაღ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრინციპი. ქვეყნის ყველა სახელმწიფოში ქვეყნის გარედან პოლიტიკა როგორ შეიძლება ფინანსდებოდეს ქვეყნის გარედან. სადაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკა, ყველგან მოქმედებს რეგულაციები. მარტივად არის საქმე. პოლიტიკა საკმაოდ ფართოა. თქვენ ამბობთ რომ ეს მე ვიწროს გეუბნებით და არა ფართოს. საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა ჟურნალისტებს ხომ შემიძლია? ბატონო? ჟურნალისტებს ხომ შემიძლია საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა? და მე პირადად ჩემს Facebook-ზე რომ მქონდეს ვიდეოები. თქვენ შეგიძლიათ გავავრცელოთ თქვენ ვიდეოები, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თქვენ თუ მიიღებთ უცხოურ დაფინანსებას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარედან სახესია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის ცდილობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ პრინციპს. პროექტი თუ გრანტი, არამედ ჩვეულებრივი ჩარიცხვაც კი. და ეს შეიძლება ჩაითვალოს გრანტად. არა, ჩარიცხვა პოლიტიკური აქტივობის დაფინანსების მიზნით. ეს არის რაც იზღუდება, მეტი არაფერი. თუ ჩარიცხვას აქვს პოლიტიკური აქტივობის ხარდაჭერის მიზანი, ეს იზღუდება რა თქმა უნდა, იმიტომ რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენ ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპი სუვერენიტეტი. მარტივად არის საქმე. მე მგონი მკაფიოდას. კონუყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 30 იანვარია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. როგორ უნდა დაიფაროს ფულის მოძრაობის კვალი? გზები ნაპოვნია, ვირტუალური მისამართები ესტონეთის მიგდებულ შენობაში, სადაც 10-მდე ქართული NGO-ა რეგისტრირებული. სხვა ქვეყანაში რეგისტრაცია თავისთავად არ არის დანაშაული, თუმცა ეს იდეალური ინსტრუმენტია თუ რაიმე გაქვს დასამალი ან თანხები გაქვს გასათეთრებელი. ლეგიტიმური დონორობა კი მთავრდება იქ, სადაც პროცესი გამჭვირვალე აღარ არის. სქემა ასე მუშაობს. ესტონური NGO დიდ თანხას იღებს დონორისგან და ანაწილებს ესტონეთშივე რეგისტრირებულ ქართულ არასამთავროებზე. ეს კვალის არევის და პოლიტიკური დაფინანსების შემოვლითი გზაცაა, როდესაც ხდება სამოქალაქო აქტივობებისა და კამპანიების დაფინანსება, თუმცა ფული რეალურად პოლიტიკურ პროცესებზე მიდის და მიზნად ისახავს ზეგავლენა სამომრჩეველზე. რაში სჭირდება დონორებს შემოვლითი გზები? დაფინანსებელი ფორმალურად თავს არიდებს პასუხისმგებლობას იმ ფულით ქმედებებზე, რომელიც ესტონეთის გავლით საქართველოში შემოდის, ანუ ვითომ არ ერევიან ქვეყნის შიდა პროცესებში. გზების ძიებამ ევროპულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს, როდესაც ხარჯების დიდი ნაწილი ჰონორარებზე მიდის და მიმღებები ერთმანეთთან არიან კავშირში. გაჩენილ კითხვებს უნდა მოყვეს პასუხები, როგორ მოძრაობს ფული, რა შინაარსის კონტრაქტები აქვთ დადებული და გრანტის დასახელების მიღმა რეალურად რა საქმიანობით არიან დაკავებულები. სქემები მას შემდეგ დაიხვეწა, რაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლი გამკაცრდა და გაჩნდა უცხოური გავლენის რეგულაციები, რასაც მოყვა ბრიუსელიდან მუქარა, რომ ფული იქნება კიდევ უფრო მეტი. საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ თანხებს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას, ისე რომ არ დავაზარალოთ. ისინი ეს განცხადება ევროკომისარმა მარტა კოსმა ზუსტად ერთი თვის წინ გააკეთა და მალევე საქმეში ჩართეს ყალბი ესტონური შუამავალი ორგანიზაციები, რითაც დაადასტურეს, რომ მათ არ სურთ გამჭვირვალე ფინანსები. გზების ძიებამ ევრობიუროკრატები დაანგრეულ შენობებთან მიიყვანა, სადაც ესტონური პირადი ნომრები დაარეგისტრირეს ქართული მედია საშუალებები და არასამთავრობოები. ლელა ჯავახიშვილი გვეტყვის, რომელი ორგანიზაციები გახდნენ ესტონური და აქვს თუ არა გაჩენილ კითხვებზე პასუხები. საერთაშორისო გამჭვირვალობა, ევროპული ორბიტა, IDFI, საფარი და კიდევ არაერთი კარგად ნაცნობი თუ შედარებით უცნობი დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედია გამოცემები. ყველა ერთ ესტონურ მისამართზეა რეგისტრირებული და ყველა ერთად დუმს. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ დღეს განმარტებები არ გააკეთეს, თუმცა არც არავინ უარყო ეს ინფორმაცია, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებს ქართული NGO-ების ფსევდორეგისტრაციის ადგილს. ტალინში ლიანდაგის გვერდით დაანგრეულ ამ შენობას ოფიციალურად ქართველი მეპატრონეები ყავს. ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობისა და ევროპული ორბიტის ესტონეთის ოფისია. იგივე მისამართზეა რეგისტრირებული პუბლიკა, ტაბულა და ონჯი. ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის კონტენტ კრეატორად იძებნება კონსტანტინე ჩახუნაშვილიც, BBC-ს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ფილმის მთავარი რესპონდენტი. ფიქტიურად ესტონეთში, ფაქტიურად კი საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად ორგანიზაციები იმავე პერსონალით და იმავე ადმინისტრაციული რესურსით თბილისში მუშაობენ. ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ჩვეულებრივად ყალბი NGO-ები რეგისტრირდება. ყალბი ესტონური მისამართების ფოტომასალა დოკუმენტებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გუშინ გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ ორგანიზაციის ზოგიერთი ხელმძღვანელი, მაგალითად ნინო ლომჯარია და მიხეილ ბენიძე, არა ქართული, არამედ ესტონური პირადი ნომრებით არიან დარეგისტრირებული. შალვა პაპუაშვილი ამას ევროკომისარ მარტა კოსის დაანონსებულ საერთაშორისო თაღლითურ სქემას უწოდებს, რომლითაც უცხოელი აქტორი
ავტორები საქართველოში NGO-ების დაფინანსებას კანონის გვერდის ავლით განაგრძობენ. სპიკერი ამბობს, რომ ეს უკანონო დაფინანსების ერთადერთი გზა არ არის, რაზეც განმარტებებს ევროკავშირისა და კონკრეტული ქვეყნების სალჩოებისგან ელოდება. გვაინტერესებს აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას. ამ ყალბი NGO-ების დანიშნულება არის იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის სავლით. რაზეც საუბრობდა ევროკომისარი ქალბატონი კოსი, ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი აქამდე ნაპოვნი ქონდათ, ზოგს ახალ სქემებს ალაგებენ. და ხედავთ ჩვენ თუ როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურები და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ოღონდ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ და ეს მიზანი რაც არის ვიცით. ეს არის ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათი მარიონეტების დასმა. რა თქმა უნდა, კითხვები ისმის, რომ ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, ხომ არ ხდებოდა გადასახადების დამალვა, ხომ არ ხდებოდა შავი ფულის ტრიალი. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ქართველ NGO-ებს ესტონეთის შემთხვევით არ აურჩევიათ. ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ტალინში ჯერ კიდევ კაია კალასის პრემიერ-მინისტრობის დროს დარეგისტრირდა. რა განმარტებები აქვთ თავად NGO-ებს? ადრესატები დუმან. ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. გავრცელებული ინფორმაცია კი საჯარო განცხადებითაც არ უარყვიათ. არანაირი კანონდარღვევას ამ ხალხის მხრიდან დარწმუნებული ადგილი არ ექნებოდა. ამას ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომლის ლიდერიც საჯაროდ საპირისპირო ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილი ღია წერს, რომ სხვა ქვეყნებში ანგარიშების გახსნა ფულის მიღების უკვე აპრობირებული მეთოდია. ამ აღიარების მიუხედავად დღეს ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს იცავდა. რა დროსაც ნაწილმა აღიარა, რომ სწორედ კანონის გვერდის ავლის მსგავსმა შემთხვევებმა განაპირობა გრანტების კანონის გამკაცრების ინიციატივაც. გვერდის ავლა რის განცადეს, კაცო, ეს ხალხი მუშაობს საქართველოში, რაც შეეხება ხა კონკრეტულად ესტონეთში დარეგისტრირებული ამ დეტალებზეც ინფორმაციას არ ფლობ. საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაში, თავისუფალ მედიაში, ოპოზიციურ პარტიაში და ზოგადად განსხვავებული აზრის ნებისმიერი ორგანიზების ფორმით გამოხატვაში ხელს უშლის ხელისუფლება. მათი მუშაობისთვის იყო გამიზნული ეს ქმედება, რომელიც განახორციელეს. შემოსავლელი გზა, გვერდითა გზა ადამიანებმა ნახეს. შესაბამისად ოცნებამ გადადგა ის ნაბიჯი, რომ ბოლომდე მიყავთ საქმე. მართლგუნდში ამბობენ, რომ უცხოური ფსევდოორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესში ჩნდება დამატებითი კითხვები, ეგრეთ წოდებული შავი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, ფაქტებით დადასტურებული მოცემულობა მიუთითებს, რამდენად პოლიტიზებულია NGO გარემო, რომელიც ყალბი ნარატივებით წლებია ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას. არ შეიძლება რომ ფული სახელმწიფოში პოლიტიკაში მით უმეტეს იხარჯებოდეს ისე რომ არ ვიცოდეთ ეს ფული საიდან რატომ და როგორ. ევროკომისარმა გამოგვიცხადა რომ ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ აი ელემენტარულ გამჭვირვალობის მოცემულობას და პირობებს. და მოძებნეს ეს გზა ესტონეთში მართლა რაღაცა ხუხულა შენობა, სადაც დაარეგისტრირეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის სახე. აი ეს შენობა არის სიმბოლური სახე ამ ყველაფრისა, შავი ფულის მოძრაობისა. ესტონეთში ზოგი როგორც ნახეთ, მისამართია აქვს რკინიგზა, ზოგს რაღაცა გაურკვეველი ქოხი, არის ეს შემთხვევებსაც რამდენიმე ორგანიზაცია ერთი და იგივე მისამართზე არის რეგისტრირებული. ისინი არ ემსახურებიან საქართველოში არც არავის ადვოკატირებას, არც უფლებების დაცვას, არამედ მათი კონკრეტული მიზანი არის, რომ კანონის გვერდის ავლით ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ახორციელონ ჩვენს ქვეყანაში. ამას დამატებით ცხადია, ჩდება კითხვის ნიშნები, რომ ეს ხომ არ არის ფულის გათეთრების ერთგვარი სქემაც. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ესტონეთში ფიქტიურად რეგისტრირებული 10-ზე მეტი ორგანიზაცია, რომლებიც პარალელურად საქართველოში მოქმედ NGO-ებს წარმოადგენენ. მათ შორის არიან მედია ორგანიზაციებიც. ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც მარტამდე დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს ამ და სხვა ორგანიზაციების მონიტორინგსაც. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძის თქმით, განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად თავიდანვე ჰქონდათ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პრობლემა და არა იგივე სტიგმატიზების, რაზეც თავად აპელირებდნენ. განმარტებები პირველ რიგში საზოგადოებამ და მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ დარეგისტრირებულიყვნენ
უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილების სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც თავისთავად უთხოვარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი. ნახოთ გააკეთებენ თუ არა განმარტებებს თავად ეს ორგანიზაციები, რომელთა ფიქტიური რეგისტრაციის ადგილიც ესტონეთში აღმოჩნდა. ამ ფონზე ცნობილია, რომ ამ მიმართულებით მონიტორინგს განაგრძობს ანტიკორუფციული ბიურო. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა ესტონეთში რეგისტრირებულ NGO-ებზე. ევროპის ქვეყნებზე უფრო დაბალი ფასები სურსათისა და მედიკამენტებისგან განსხვავებით საქართველოში ბენზინი უფრო იაფად იყიდება ვიდრე ევროკავშირში, თუმცა მთავრობა ცდილობს აქაც მოძებნოს გზები გაიაფებისთვის. მსხვილი ქსელური მარკეტების დისტრიბუტორების, მწარმოებლების და ფარმაცევტული ბიზნესის შემდეგ პრემიერ-მინისტრის საწვავის იმპორტიორებს შეხვდა. მთავრობა საინტერესებს როგორ მუშაობს მიწოდების ჯაჭვი და რაზეა აგებული ფასწარმოქმნის მექანიზმი. მომავალი კვირიდან დისკუსია ფასებზე უკვე საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლებს, სადაც სპეციალური კომისიის შექმნა დაგეგმილი. ნავთობი არც ევროპის უდიდეს ნაწილს აქვს და არც საქართველოს, თუმცა ევროპასთან შედარებით დაბალ ფასს საქართველოში განაპირობებს დაბალი აქციზიც, რომელიც სამჯერ ნაკლებია ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ევროკავშირში 1 ლიტრი ბენზინის საშუალოდ 1,6 ევრო ღირს, რაც 5 ლარი გამოდის, საქართველოში კი ბენზინის ფასი 3-დან 3,5 ლარამდე მერყეობს. როგორ უნდა გაიაფთეს კიდევ უფრო საწვავი? გააჩნია რა ეღირება მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი. თუ ლარი გამყარდება, თუ ბაზარი არ იქნება, ოლიგოპოლიური კონკურენცია გაიზრდება და იმპორტიორები ერთმანეთის ფასებზე არ იქნებიან დამოკიდებული. ფასზე მოქმედებს ლოგისტიკაც. ხელისუფლებამ და ბიზნესმა უნდა იმსჯელონ კიდევ რა რესურსია ნავთობპროდუქტების გაიაფებისთვის. რა განცხადებები გაკეთა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ და რა ეტაპზეა ფასების გაიაფებისთვის დაწყებული პროცესი? მირიან გორგოძე გვერდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში კომისიის სხვა წევრებთან ერთად გამართა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ მსხვილ ქსელურ მარკეტებს, დისტრიბუტორებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ფარმაცევტულ კომპანიებს და დღეს უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა მსხვილი საწვავის კომპანიების წარმომადგენლებთან. პრინციპში ყველა შეხვედრის შემდეგ ყველა მონაწილე, შეხვედრის მონაწილე მხარეების მიერ კეთდებოდა განცხადებები გარკვევით იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს დამატებითი სივრცე და შესაძლებლობები იმისათვის, რომ სამომხმარებლო ფასები დაკორექტირდეს და ამ შემთხვევაში საუბარია ფასების შემცირებაზე. ოდნავ განსხვავებული ვითარება იყო დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რადგან ითქვა, რომ როდესაც საუბარი არის ქართულ და ევროპული ფასების შედარებაზე, ამ შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით საქართველოში საწვავის ფასი შედარებით დაბალია და ეს გამოწვეულია აქციზის გადასახადით, რადგან საქართველოში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით აქციზის განაკვეთი შედარებით დაბალია. თუმცა ამ მოცემულობის მიუხედავად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ გამოიძებნოს დამატებითი რესურსი, რაც საქართველოში საწვავის ფასებს უფრო გააიაფებს. საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები არის დაბალი. სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, რატომ არის საქართველოში საწვავის ფასი შედარებით იაფი? მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის მიზეზი ჩვენ ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკა. საუბარია იმის შესახებ, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ დაბალია. აქციზის განაკვეთით, რომელიც არის 3-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლების. არსებობს თუ არა დამატებითი რესურსი საწვავის ფასების შესამცირებლად. პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო კომისიის წევრებთან ერთად ამ საკითხზე მოსაზრებები საწვავის კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა. როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და საწვავზე ფასს წარმოქმნის მექანიზმს. ჩვენ რამოდენიმე თვეა უკვე ძალიან სტაბილური ბაზარი გვაქვს. ამას ხელს უწყობს არა მარტო ნავთობის ფასები, ამას ხელს უწყობს დოლარისა და ლარის ურთიერთობა და ესე ვთქვათ სტაბილურობა. ასეთი შეხვედრები, სამთავრობო დონეზე შეხვედრები წელიწადში რამდენჯერმე მაინც აუცილებელია. მთავარი პასუხი აქ იყო ის, რომ ყველა გადახედავდა თავის ფასთა მიღების, ესე ვთქვათ, ფორმულას.
და რას მიიღებდა, აი ამას მოახსენებს მთავრობას ყველა. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა, არ ყოფილა პირველი. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან, მეწარმეებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან. დღევანდელის მსგავსად ყველა შემთხვევაში ხაზგასმით ითქვა, რომ ფასების შემცირების რესურსი არსებობს. ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს საქართველოშია, ისევე როგორც გლობალურად არის, ერთის მხრივ რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საწვავის ფასებს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც საშუალოდ არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებს შორის და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ რა რესურსი შეიძლება მოვნახოთ ერთიანი ძალისხმევით. სამთავრობო კომისიის პარალელურად რამდენიმე დღეში სრული დატვირთვით დაიწყებს ფასების მოკლებას საპარლამენტო კომისიაც. საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მომდევნო კვირაში კომისია დაკომპლექტდება და პირველ სხდომასაც გამართავს. კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლებელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვირპროდუქტებზე, სწრაფმოხმარების საქმეებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯების, რაც შედეგობრივად აისახება სამხმარო ფასებზე, კლების დინამიკაზე. პროდუქციაზე ფასწარმოქმნის პროცესი იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. სუსმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურთან ერთად მსხვილი ქსელური მარკეტებისგან და სადისტრიბუციო კომპანიებისგან დოკუმენტაცია მოიღო. საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანი შესაძლო კარტელური გარიგებებია. ფასების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პირველად შედეგებს აპრილის ბოლოსთვის ელოდებიან, თუმცა იქამდეც პრემიერის შეფასებით გაგრძელდება აქტიური საქმიანობა, როგორც სამთავრობო საკოორდინაციო, ასევე საპარლამენტო კომისიის ფორმატში, იმისათვის, რომ გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებაში საქართველოში მოხდეს ფასების დაკორექტირება და შემცირდეს პროდუქტების ღირებულება და ეს მოხდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და მეორეს მხრივ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მომხმარებელთა საჭიროებები. მთლიანობაში იცით, რომ მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე, თუმცა ჩვენ არ ველოდებით, რა თქმა უნდა, აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, არის რთული საკითხი. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპელთან შედარებით ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის გარკვეული სივრცე ფასების შემცირებისთვის. დანარჩენი გაგრძელდება ბუნებრივია პროცესი და კიდევ უფრო საინტერესოა, რა თქმა უნდა, სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. ამაზე გაგრძელდება მუშაობა, მათ შორის პარლამენტი ჩაერთვება თავის კომისიით სამუშაო პროცესში, მთავრობა განაგრძობს მუშაობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება მთავრობის ადმინისტრაციაში, ასევე უკვე მომდევნო კვირიდან სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც რამდენიმე დღეში საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შეიქმნება. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა ფასების კლებასთან დაკავშირებით გამართულ მორიგ შეხვედრაზე და შედეგებზე. მრავალთვიანი დუმილი რატომ არ გმობს ევროკავშირი ან მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურს და არის თუ არა ეს ძალადობის წამახალისებელი მესიჯი. შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსია, რომელიც მუდმივად ახსენებს პაվել ჰერჩინსკის, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საჯაროდ აქვს დასაგმობი, თუმცა პასუხი ევროკავშირის მისიიდან ამ დრომდე არ არის. ევროკავშირის დიპლომატიური მისიის დუმილი არ უკვირს ოპოზიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ ჰერჩინსკი ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს უჭერს მხარს. ხელისუფლებისთვის კი
პრეზიდენტის სასახლის შტურმის იგნორირება იმის ნიშანია, რომ სახეზეა ორკესტრირებული კამპანია, რომელიც სპეციალურად ახალისებს ძალადობას, სიძულვილს და ზიზღს. ოცნება თulis, რომ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარება და ამიტომაც ამკაცრებს კანონებს, მათ შორის უცხოურ დაფინანსებაზე, რომლის მიზანიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის, სამართალდამცველებზე ძალადობის, ცეცხლმოკიდებული ქუჩების, დაზიანებული ინვენტარის, მოლოტოვის კოქტეილების სროლისა და პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ამსახველი ეს კადრები უკვე დიდი ხანია საჯაროა. თუმცა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არც ერთი მოწოდების მიუხედავად ევროკავშირის წარმომადგენლობას ფაქტები მაინც არ დაუგმია. შალვა პაპუაშვილმა პაվել ჰერჩინსკისთან წერილი ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაგზავნა, თუმცა მაშინაც, როგორც დღეს დიპლომატის პასუხი დუმილი იყო. ამ დუმილით კი შალვა პაპუაშვილის თქმით ბრიუსელი საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ახალისებს და ლეგიტიმაციას აძლევს. ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, რომ ცივილიზაციურ უფსკრუში მიაქანებს ევროკავშირს. მარტივი კითხვა არის ევროკავშირის და მისი ელჩის მიმართ. რატომ ერთხელ მაინც რატომ არ დაგმო მაგალითად მარიამ ლაშზე მის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავდასხმა რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს თან მაშინ როდესაც ამ შტურმში და ამ თლიან პროცესში იყვნენ ჩართული ადამიანები რომელიც მხარდაჭერილი და მათ შორის დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და პასუხი მარტივი არის. იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი ითქვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ მომენტში ის ადამიანები, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ შეუძლიათ ევროკავშირის დროშით იძალადონ. და მათ შორის თქვენ გახსოვთ ძალადობის სცენები ევროკავშირის დროშით, ფოტოები, რომლებიც საჩვენებლად აქვს გამოტანილი ხანდახან ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს, როგორც მისაბაძი მაგალითი. ხელისუფლების გაკრიტიკება და ევროკავშირის ელჩის დაცვა ოპოზიციამ უკვე იმ ტრადიციად აქცია, რომელიც არც დღეს დაურღვევია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პაվել ჰერჩინსკი საქართველოში არა ძალადობას, არამედ დემოკრატიულ პროცესებს უჭერს მხარს. ევროკავშირის წარმომადგენლები გმობენ ყველა იმ დარღვევას და ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც ჰქონდა ადგილი ბოლო წლების მანძილზე. CP-ის და IP-ის თანამშრომელი ხო არ არის ევროკავშირის ელჩია, ამიტომაც ვისაც ექნება კონტაქტი ძალიან ფართო სპექტრთან ადამიანების და ორგანიზაციების, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. მუდმივად აკეთებენ ესე დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ ჩვენი ქვეყნის იზოლირებას დემოკრატიული ქვეყნებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, თუნდაც ევროპული დღის წესრიგისგან. დუმილით პასუხისმგებლობას რომ ვერავინ გაექცევა ეს ევროკავშირის წარმომადგენლობას დღეს მართველი გუნდიდან უთხრეს. სახელისუფლებო პარტიის წევრები ბრიუსელის უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი აფინანსებს და ახალისებს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მხოლოდ აგრესიას, ძალადობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებენ. როგორც არ უნდა დუმდეს პატრიცემული ელჩი ან ნებისმიერი ბიუროკრატი, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ვინაიდან ამ დუმილით ფაქტობრივად ისინი დგებიან ძალადობის და სიძულვილის მხარეს და ეს გამოდის რომ არის მათი არჩევანი. ჩვენ ისედაც ვიცით ვინ ახალისებდა ჩვენს ქვეყანაში როგორც ძალადობის აქციებს, ასევე სისხლის კამპანიებს. ამიტომ ეს დუმილი სინამდვილეში სწორედ აღიარებით ჩვენებას იძლევა. ამაზე მეტი უსამართლო დამოკიდებულება რაღა უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან, გარდა იმისა, რაც ჩვენ მიხილეთ გასული თვეების თუ წლების განმავლობაში, როდესაც მათი მაღალი რანგის ჩინოსნები პირდაპირ თანადგომას უცხადებდნენ ძალადობრივი ამბოხების მონაწილეებს, პირდაპირ აფინანსებდნენ ძალადობას და მოლოტოვის კოქტეილის სროლას და პირდაპირ ხელს უწყობდნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას. დაგმობს და გაემიჯნება თუ არა ევროკავშირის ელჩი ძალადობას. პაվել ჰერჩინსკი უკვე 1 წელია დუმს.
როგორ უნდა გაერთიანდეს საუკუნოვანი ისტორიის მქონე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ინიციატივას უკვე მოყვა სტუდენტთა ერთი ნაწილის პროტესტი. ახალგაზრდები ჯერ თესეუს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ცდილობით გადაინაცვლეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მათი ნაწილი თვლის, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაში ჩარევა, თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულად რა ნაწილში დააზიანებს სისტემას. რეფორმა, რომელიც განათლების ერთი დიდი ცენტრის შექმნაზეა გათვლილი. რას ნიშნავს ერთი მსხვილი მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი, რომელიც კარგად არის აპრობირებული დასავლეთში და მსგავსი უმაღლესი სასწავლებლების პირველები არიან რეიტინგებში. ეს არის მეტი ფინანსური რესურსი, თავისი ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით და კვლევითი ბაზებით. უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია კურსიც კი აიღოს სხვა ფაკულტეტიდან, ინტერდისციპლინარული ცოდნა კი ძლიერი სიგნალია შრომის ბაზრისთვის, რადგან მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი ხარისხიან განათლებასაც ქმნის. ასეთია ოქსფორდი, სორბონა, ჰარვარდი, იელი და სხვა არაერთი წამყვანი უნივერსიტეტი. სტუდენტების გარკვეული ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მსვლელობით დაიძრა. მათ წინ ნაცნობის სახეები, ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები მიუძღოდნენ. მთავარი ლოზუნგი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესს ეხებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერები განათლების რეფორმის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ, თუმცა კითხვების საპასუხოდ კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებენ. არის თუ არა საჭირო, რომ რეფორმა ჩატარდეს ამ მიმართულებით? შესაძლოა ის, რომ რეფორმა იყოს საჭირო, მაგრამ ვფიქრობ არ არის აუცილებელი, რომ გაუქმდეს და აღარ არსებობდეს. ის თავისუფალი არეალი, რომელიც არის უნივერსიტეტი, შემცირდება. თითოეული სტუდენტისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, შემცირდება ვაკანტური ადგილების სტუდენტებისთვის. თავის შინაარსს კარგავს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და ეს უნივერსიტეტი ხო საერთოდ ფინანსების გაერთიანება ამ შემთხვევაში, მაგალითად რესურსის გაერთიანება იმ პროფესორ მასწავლებლების კოლექტივის საჭიროებაზე მესაუბრე მაშინ. საჭიროებას. რეფორმა რო საჭირო არის ამ ქვეყანაში, განათლების რეფორმა რო საჭირო არის, მაგაზე არასდროს არ დავუდობ. პირიქით ამ წლების განმავლობაში მაგას ვიძახით. როგორც მივხვდი, განათლების სისტემაში რეფორმა აუცილებელია, ამაშენ ხედავ რომ აუცილებელია, პრობლემა არის ის, რომ ამ რეფორმას ეს ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ გვინდოდაო რეფორმაო და როდესაც დაიწყეს რეფორმა, უნდა ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. უმაღლესი განათლების რეფორმის დოკუმენტში შენ ვერ იპოვე ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც მკვეთრად გეუბნება, რომ ამ სისტემაში რეფორმა არის საჭირო. შენ მითხარი ახლა, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რატომ არ დგას ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა პროფესორ ასისტენტი ამ ტერიტორიაზე. თუ ეს ასეთი ცუდია, აღარ მესმის. ის რაზეც დემონსტრანტებს პასუხი არ აქვთ, უკვე გაანალიზებული და სტრატეგიაში გაწერილია. განათლების მინისტრის მოადგილემ კურიერთან აღნიშნა, რომ ყველა სახის манипуляცია ახლა უადგილოა. უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ზვიად გაბისონიას განმარტებით, რეფორმის შემდეგ საფრთხე არ ემუქრება იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც უკვე წლებია თბილისის ტექნიკურ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მუშაობენ. ხშირად საუბრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიძლება მხოლოდ სააკაძის გამზირიდან აქვს დანახული და შიგნით ფიზიკურად არ არიან ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ აკადემიურ პერსონალს, რომელმაც მთელი ცხოვრება იქ გაატარა და დიდი პატივისცემა მინდა გამოხატო მათ მიმართ. მე გარწმუნებთ, რომ მათი უფლებები ყველანაირად იქნება დაცული. ჩვენ ვართ ციფრულ ეპოქაში, მინდა რომ ძალიან სწორად იქნა სახქმული. დღეს უზარმაზარი გამოწვევები აქვს ყველაზე მაღალ რეიტინგულ მსოფლიო უნივერსიტეტებსაც. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ გამოწვევებს საქართველოში შესაბამისად არ უპასუხეთ, ჩვენ მივიღებთ უბრალოდ არა დიპლომის მქონე სტუდენტებს, არამედ ქაღალდის მქონე სტუდენტებს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა განათლების რეფორმა სხვა ასპექტებსაც ითვალისწინებს. მათ შორისაა სასკოლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია და მის განხილვას კანონმდებლები მომდევნო კვირას დაიწყებენ. საკითხმა ბიუროს სხდომა და კომიტეტი უნდა გაიაროს, რის შემდეგაც დეპუტატები ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა დაამტკიცა წინამოწვევის პარლამენტმა, რომელიც არის ერთგვარი კონსტიტუცია განათლების კუთხით და სწორედ ამ საძირკველს დაეფუძნა ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვაქვს ყველა საფეხურის მიმართულებით. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ცვლილება, ეს არ არის შენობების გაერთიანება, ეს არის სტრატეგიული შორსმხედველი მიზანი. აქტივისტების მსგავსად დაგეგმილი რეფორმა არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ მოსწონთ. პარლამენტში მყოფი გახარიას პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩატარებული კვლევებისა და დასაბუთებული არგუმენტაციის მიუხედავად განათლების სექტორის განვითარების წარმოდგენილი ხედვა არასწორია. ამავე აზრს იზიარებენ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაშიც, თუმცა აქვთ თუ არა რეფორმის ალტერნატიული ხედვა, ამაზე აქცენტს არავინ აკეთებს. როგორ ზრდიან განათლების ხარისხს
აი ამ ორი უნივერსიტეტის შეერთებით ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არ გაზრდის სტუდენტების რაოდენობას, ეს დარწმუნებულად საგანმანათლებლო თვალსაზრისით დადებითად ქვეყნის არასწორ. მიმდინარე პროცესს გამოხმაურება უკვე მოჰყვა მართლ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რეფორმაზე საუბრის დროს ყურადღებას ისტორიულ წარსულზე ამახვილებს. მათ შორის შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის მინსტრაფებებსაც იხსენებს. როდესაც ქართველი პროფესორი ქვეყანაში უნივერსიტეტს აარსებდა, მისი მიზანი ერთი დიდი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ განმარტავენ იმასაც, რომ განათლების დაგეგმილი რეფორმა ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად აუცილებელია. ჩვენი მთავარი არსი და აზრი არის ხარისხიანი განათლება. ერთი დიდი ერთიანი უნივერსიტეტი ეს იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა. ეს არის ეს იყო მისი მიზანი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე შეიქმნა ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი და შემდეგ უკვე ბოლშევიკების დროს, როდესაც ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს თსო-დან, მიაბრუნეს და დაახვედრეს ისეთი გარემო, რომ მიბრუნებას გადაყვა საბოლოო ჯამში ივანე ჯავახიშვილი, შემდეგ შექმნეს ცალკე დაყვეს, დაანაწევრეს იმისთვის, რომ მეტი კონტროლი ქონოდათ აკადემიურ პერსონალზე თუ ასე შემდეგ. ყველა ვინც კი კეთილსინდისი არა დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლო არის ორივე უნივერსიტეტისთვის. რო კითხო ყველას, განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ არავის არ წარმოუდგენია არასდროს კონკრეტულად თუ რა არის მისი ხედვა კომპლექსურად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. განათლების რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი კი საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრია. დოკუმენტში სრულად არის ასახული უმაღლეს და ზოგადი განათლების სისტემაში არსებული ის კონკრეტული პრობლემები, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს. დღეს პრემიერმა მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასა და განათლების სისტემურ რეფორმაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმა სისტემის ოპტიმიზაციას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან არგუმენტირებული შეკითხვები ჯერ არ დასმულა, ცილის წამებაზე რეაგირებას კი მმართველი გუნდი არ აპირებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს თლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას და რას თავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ყველას გახსოვთ, რომ თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა ჩვენ განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული და ეს ყველაფერი მეტყოლებს, რა თქმა უნდა, მათ სპეკულაციურ ბუნებას. რაც შეეხება კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, უბრალოდ არც ერთი თქვენ შეგიძლიათ დააგვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები, არც ერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი დადებითი მხარე არის უამრავი. პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად ფიზიკურად იძალა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მას 30,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს ოზურგეთში ერთ-ერთ რესტორანში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად ფიზიკურად იძალა და პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მას ბრალდება ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30,000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
2025 წელი ეკონომიკური ზრდა 7.5%, დეკემბრის თვე საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.2%. ამას ემატება მხოლოდ წლის ბოლო თვეს შექმნილი 6000-ზე მეტი ახალი საწარმო, რაც 1.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. 22%-ით გაზრდილია ექსპორტიც. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა დაამუშავებელი მრეწველობის, კომუნიკაციის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. კლების ტენდენცია კი გამოვლინდა მხოლოდ მშენებლობის სფეროში. 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.2%-ით. ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი, დასაწყობება, სასტუმროები, რესტორნები, ესე მიმართულებების ნაწილია, რამაც საქართველოში ეკონომიკა გაზარდა. განახლებული მონაცემების საქსტატმა გამოაქვეყნა უწყების ინფორმაციით 2025 წლის საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით, აქვე მოგეხსენებათ, რომ 8.8%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი, წლიურ ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 2025 წლის მონაცემებით 9.7%-ით. ეკონომიკის მზარ დინამიკასა და არსებული ტენდენციების შენარჩუნებაზე საუბრობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების პროგნოზს აღემატება. საქართველო გამოირჩევა მაღალი ეკონომიკური ზრდით მსოფლიოსა და რეგიონში და დარწმუნებული ასევე გააგრძელებს 2026 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დემონსტრირებას. 2026 წელსაც გაგრძელდება აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმებზე და ინიციატივებზე და რეფორმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. საქართველოს წარმატებულ ეკონომიკაზე აკეთებენ აქცენტს ექსპერტები. ანალიტიკოსების განცხადებით, ქვეყანა რეგიონში გამორჩეულია, რაც კონკრეტულ ფაქტორებს უკავშირდება. საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს საკმაოდ დინამიურ განვითარებას, ჯამში ქმნის იმ საერთო სურათს, რაც აძლიერებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკას, არამედ მის ცნობადობას, მდგრადობას და საერთაშორისო რეპუტაციას. საქსტატის მონაცემების პარალელურად ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ლიდერის პოზიცია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში წინარჩუნებს. კაიროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნად დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. განახლებული შეფასებით 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10.2%-მდე გაუმჯობესდა, 2023 წელს კი 9.6% გახდა. 2022 წლიდან 8%-ს გაუთანაბრდა. ირკვევა, რომ 21 საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო და 20%-ს შეადგენდა. თუ ნახავთ 2012 წელს, მასთან შედარებით ორჯერ და მეტჯერ არის დასაქმება გაზრდილი საქართველოში და მასთან შედარებით ორჯერ და მეტჯერ არის შემცირებული უმუშევრობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ წყობრი ნაბიჯებისა, რომელიც მთელი ამ უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე გატარდა საქართველოში. აქტიური დასაქმების პოლიტიკა არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება, რომელსაც იგი წლიდან წლამდე მეთოდურად ასრულებს. კიდევ ერთი სტატისტიკა ამჯერად რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2025 წელს დანაშაულის 70% გაიხსნა, აქედან უდიდესი წილი ნარკო დანაშაულზე მოდის. გასულ წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა 7000-ზე მეტი პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 2265 ნარკო რეალიზატორი იყო. მეორე ადგილზეა ქურდული სამყარო 228 პირიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 15 კანონიერი ქურდია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამკაცრებული აქვს საგზაო უსაფრთხოების ზომების და ამისათვის იზრდება სიჩქარის კონტროლის კამერების რიცხვიც. გასაგებია გამოდივარ. თბილისში ერთ-ერთ უბანში მომხდარ დანაშაულზე შეტყობინება მიიღეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა ფაქტი გამოავლინეს და საგამოძიებო უწყებაში დანაშაულის კიდევ ერთი საქმე დარეგისტრირდა.
დარეგისტრირებული დანაშაულის გახსნის სტატისტიკა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. შემაჯამებელი მონაცემები 2025 წელს მოიცავს. ირკვევა, რომ პოლიციაში შესული საქმეების 70% გახსნილია. გახსნილი საქმეების რაოდენობა პოლიციის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ დანაშაულს უკავშირდება. 2025 წლის სტატისტიკა ყველა კატეგორიის დანაშაულს აერთიანებს. გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 2024 წელთან შედარებით 2025 წელს მცირედი ზრდა დაფიქსირდა დანაშაულის საერთო რაოდენობის, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გაზრდილია ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. პოლიცია! ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გასულ წელს არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. 2025 წელს 54124 ნარკოდანაშაულის საქმე დარეგისტრირდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4158 ფაქტით მეტია. ნარკოდანაშავეების დასაკავებლად სამართალდამცველები თბილისსა და რეგიონებში იყვნენ მობილიზებულები. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. პოლიციამ ხელბორკილები დაადო რეალიზატორებს და რეალიზაციის ხელშემწყობებს. ფარული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებებით 2025 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვისთვის სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციები ჩაატარეს. დაკავებულია 228 პირი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით ირკვევა, რომ 2024 წელთან შედარებით 2025 წელს მკვლელობები და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული შემცირებული იყო. წინა წელთან შედარებით 2025 წელს 37.52% გაზრდილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ფაქტების გამოვლენა. სტატისტიკით ირკვევა, რომ 2025 წელს ნაკლები იყო ბინის ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის შემთხვევები. ბინიდან ქურდობა შემცირებულია 43 ფაქტით, ყაჩაღობა შემცირებულია 22 ფაქტით, თაღლითობა შემცირებულია 333 ფაქტით, გამოძალვა შემცირებულია 27 ფაქტით. დანაშაულის სტატისტიკაში ყურადღებაა გამახვილებული საგზაო უსაფრთხოებაზეც. 2025 წელს საგზაო უსაფრთხოების სისტემა უფრო განვითარდა. ვიდეო სამეთვალყურეო სისტემაში 8886 ვიდეო კამერაა ჩართული. სიჩქარის კონტროლის სექციების რაოდენობა 658-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ვიდეო მეთვალყურეობას. სტატისტიკით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი 2025 წელს მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც დაახლოებით 260%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 2019-2024 წლებში ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელთა ჯამურ მაჩვენებელს. გასულ წელს 141 ფაქტით იყო შემცირებული კიბერდანაშაული, 134 სქესობრივი და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ნაკლები იყო ტრეფიკინგის შემთხვევებიც. 70%-იანი სტატისტიკა დანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გახსნილი საქმეები სამართალდამცველების ეფექტურ მუშაობას ადასტურებს. ჩვენ ხედავთ ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკოტიკების წინააღმდეგ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწინავე როლი აქვს და ამავდროულად ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩადის დანაშაულს, უმძიმეს დანაშაულს, შესაბამისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყვება და ვერ გაუგის ამ პასუხისმგებლობას. მიმდინარე წლის რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალი წლის იანვარში გამოაქვეყნებს. სოციალური სახლები ეკომიგრანტებისა და უსახლკაროებისთვის ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთულ კორპუსებს საჭარის მთავრობა სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უსახლკარო პირებს და ეკომიგრანტებს ბინებს გადასცემს. პროცესის დაწყებამდე უსახლკარო პირთა და ეკომიგრანტთა განცხადებები სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით აჭარაში 2000-მდე ეკომიგრანტია, რომელთა ნაწილს სახელმწიფო ქირით უზრუნველყოფს. ამისთვის კი ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება.
გადაწყვეტილება მიღებულია ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსების სრულად სოციალურ მიზნებს მოემსახურება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომლის თანახმად ახალ საცხოვრებელ ბინებს აჭარაში მცხოვრები ეკო-მიგრანტები და უსახლკარო პირები მიიღებენ. ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის პირადად მისი გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მას არ ექნება არანაირი კომერციული დანიშნულება. უსახლკარო პირებს ბინების მისაღებად განაცხადის წარდგენა უკვე შეუძლიათ. ამისთვის მათ ბათუმის მერიას უნდა მიმართონ, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარი სპეციალური კომისია მუშაობს. უწყებათა შორისი ჯგუფი თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეისწავლის. ყურადღება მიექცევა სოციალურ ქულას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს. ყველა საჭირო კონსულტაციას განაცხადის ფორმების და კრიტერიუმების შესახებ ადგილზევე გაუწევს სერვის ცენტრში მოქალაქეებს, სერვის ცენტრის თანამშრომლები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მოემსახურება იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა რეგიონებში. გოგოლის ქუჩის 11 ნომერში მდებარე 16091 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული მრავალბინიანი კორპუსები სახელმწიფოს საკუთრებაა. ტერიტორიაზე 6, 7 და 11 სართულიანი, სულ 7 შენობა დგას. აღნიშნული კორპუსები თავის დროზე უნებართვოდ იყო აშენებული და თურქ ბიზნესმენს გალიპ ოსთურქს ჩამოართვეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისათვის, რომ შენობები სრულად მოწესრიგდეს და ოჯახებს საცხოვრებლად გადაეცეთ. აჭარაში რეგისტრირებულია დაახლოებით 1700 ეკომიგრანტი ოჯახი, რომელთა დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტის მერიების მიერ გახლავთ ქირაში გაყვანილი. აჭარაში ეკომიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულების უსაფრთხო საცხოვრებლით, როგორც უსასყიდლოდ, ასევე თანადაფინანსების გზით უზრუნველყოფს. პროგრამაში ჩართვამდე კი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირას სახელმწიფო ფარავს. დღეისთვის ამ პროგრამით უზრუნველყოფილია 2000-მდე ოჯახი, რისთვისაც ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება. დავიმეწყრეთ, მივმართეთ ხულოს მერიას. ხულოს მერიამ შუამდგომლა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მერე მოვიდნენ გეოლოგები, დასკვნა დაწერეს, რომ იყო საცხოვრებლად საშიში, შეგვიძინეს 2025 წელში საცხოვრებელი სახლი. არის ცხოვრებოდა, ისე საგანგაშო ადგილზე ცხოვრობდა. წავედი, გამოვედი სოფლიდან, სადაც თავი მერჩინა და ვარ ნაკირევებში და თავრობა მიხდის 500 ლარ ქირისას. სახელმწიფო მხარდაჭერის მისაღებად ეკომიგრანტებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით უნდა მიმართონ. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის ქვეშ 6 სადგურით დაწყებული დიდი ისტორია. თბილისის მეტრო 60 წლისაა. საქართველოს დედაქალაქში ყველაზე სწრაფმა ურბანულმა ტრანსპორტმა მგზავრთა გადაყვანა 1966 წლის 10 იანვარს დაიწყო. სადგურების რაოდენობა კი 60 წლის განმავლობაში 6-დან 23-მდე გაიზარდა. თბილისის მეტროპოლიტენს დღეში 9 მილიონი მგზავრი გადაყავს. მის გამართულ მუშაობაზე კი 2800 თანამშრომელი ზრუნავს. მათ შორის არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც არაერთი წელი აქვთ გატარებული მიწის ქვეშ. თბილისის მეტროს 60 წლის იუბილეასთან დაკავშირებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მეტროს 9 ღვაწლმოსილი თანამშრომელი დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეს ესწრებოდნენ, თბილისის მეტროს განვითარების გეგმაც დაანონსდა. რა სიახლეებია დაგეგმილი პირდაპირ ეთერში მარიამ კოპალეიშვილი მოგვიყვება. თბილისის მეტროს 60 წლის იუბილეასთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირებმა დააჯილდოვეს ადამიანები, რომლებსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ მეტროპოლიტენში. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადეს აქტასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ვეტერან თანამშრომლებს, მათ ვინც ყველაზე კარგად იცის მეტროს განვითარების დინამიკა. დღეს სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ გაესვა ხაზი მეტროს როგორც ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელ ტრანსპორტს თბილისში, ისაუბრეს მის უსაფრთხო და გამართულად მუშაობის მნიშვნელობაზე და საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მხოლოდ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, ეს არის წარსული წარმატებების შეჯამება და ასევე დაპირება მოსახლეობისთვის, რომ მომავალში არაერთი სიახლე იქნება ამ მიმართულებით. თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დედაქალაქის ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ყველაზე სწრაფ გადაადგილებას. მას ყოველდღიურად დაახლოებით 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. ეს არ იყო მხოლოდ სატრანსპორტო პროექტი ან საინჟინრო მიღწევა. ამ მოვლენამ
სრულად შეცვალა დედაქალაქის ცხოვრება. მაშინ თბილისის მეტრო მხოლოდ 6 სადგურს ითვლიდა. 60 წლის თავზე ამ რიცხვმა 23-ს მიაღწია. დღეს მიწისქვეშა ტრანსპორტის ფუნქციონირებას და შეუფერხებლად მუშაობაში 2800-მდე ადამიანია ჩართული. რისთვისაც მინდა მათ თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადო. აქტების განმავლობაში მეტროპოლიტენმა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა ქალაქის განვითარებაზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მეტროპოლიტენის 2800 თანამშრომელს, მემანქანეებს, ინჟინრებს, დისპეჩერებს, ტექნიკურ პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე. განსაკუთრებული პატივისცემით მინდა აღვნიშნო მეტროს ვეტერანი თანამშრომლები, რომლებმაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მეტროს განვითარებას. ასევე სახელმწიფოს სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი თბილისის მერს. დარწმუნებული ვარ, თბილისის მერია ასეთივე შემართებით გააგრძელებს ქალაქის მეტროპოლიტენის განვითარებას, რათა ის შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს თარიღი, ეს იუბილეა ჩვენი ქალაქის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გვახსენებს. მეტროპოლიტენის შექმნის ისტორია არაერთ პოლიტიკურ თუ საინჟინრო გამოწვევას, თით შრომას და ძალისხმევას უკავშირდება. 1966 წელს პირველმა მატარებელმა დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. მას შემდეგ მეტრო ცოცხალი ორგანიზმით იზრდებოდა, დაემატა საბურთალოს ხაზი, სადგურები ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი 2017 წელს წარმატებით დავასრულეთ ამ მოგდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი. გავხსენით რიგით 23-მე სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღვადგინეთ 3,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბები. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება. პროფესიულ დღეს ულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატა ვეტერანი თანამშრომლების მიმართ, რომელთა შრომაზეც დგას მეტროს ისტორია. ჩვენი შრომა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ თარიღს, არამედ იდეას ქალაქისა, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და ინარჩუნებს თავის უნიკალურ სულს. 60 წელი არ არის მხოლოდ წარსულის შეჯამება. ეს არის მომავლისკენ მიმართული პასუხისმგებლობაც. თანამედროვე თბილისს სჭირდება უსაფრთხო, საიმედო, ეკოლოგიური და განვითარებაზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მეტროპოლიტენი შეძლებს ამ გამოწვევების ღირსეულად მიღებას ტექნოლოგიური განახლებით, სერვისის მუდმივი გაუმჯობესებით და მგზავრზე კიდევ უფრო მეტი ზრუნვით. ღირსების ორდენი საქართველოს პრეზიდენტისგან, ასევე ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელი მუნიციპალიტეტისგან დღეს გადაეცათ ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივად დაარსების დღიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ დედაქალაქის მეტროპოლიტენში. ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად ემოციურია, სწორედ ამიტომ და საკუთარ ემოციებს ისინი ჩვენ გვიზიარებენ. 21 წლის არ ვიყავი ჯერ კიდევ. მას შემდეგ მოყოლებული აგერ 60 წელი არის მუშაობ ჩემ საყვარელ მეტროში, მეტროპოლიტენის მემანქანას ვუშაობ. დღეს არის ჩემთვის ბედნიერი დღე. მე ვერ წარმოვიდგენდი ამდენად დააფასებდა ჩვენ შრომას მერია და ჩვენი სამსახური. ჩემთვის მეტრო არის ყველაფერი. მისით საზოობ ყველაფერს მეტრო მაძლევს. ბინა მივიღე მეტროდან სამსახურებულად. მე მადლობას ვუხდი ჩვენ ყველა იმ თანამშრომელს, იმ ჩვენ ყველა უფროსობას, რომელმაც ეს მე პატივი მომაგო. გახარებულიც ვარ და ბედნიერიც ვარ. თბილისის მეტროს ისტორია 60 წლის წინ დაიწყო სადგურ დიდუბიდან და სწორედ ამ 60 წლის წინ დედაქალაქში არსებობდა 6 სადგური. ეს იყო დიდუბე, ელექტროდეპო, ასევე მეტრო ოქტომბერი, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი. დღეს კი უკვე 23 მოქმედი სადგურია. ეს აერთიანებს 2800-მდე თანამშრომელს და დღეში თბილისის მეტროს გადაჰყავს 500,000-მდე მგზავრი.
მადლობა მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილეიდან. ასეთი იყო დღევანდელი დღე 20 იანვარი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავი 2 ეთერჯერ Prime House-ის ლაივი განაგრძობს, შემდეგ კი ქართული ფილმის სიცოცხლემდე პრემიერა შედგება. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ორ შაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.